კიდევ ერთი მსხვილი კულტურის გავრცელების ფორმა არის საფესტივალო პროექტები. საფესტივალო პროექტები შეიძლება იყოს თეატრალურ მიმართულებით, მუსიკალური მიმართულებით, ეთნოგრაფიული, კულტურის დღეები, კინოფესტივალი. ყველაზე დიდი თეატრალური ფესტივალი, რომელიც ტარდება საქართველოში, ეს არის თბილისი International, ანუ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ეს ფესტივალი ტარდება უკვე მესამე წელიწადია. ამ ფესტივალის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ადგილობრივი თეატრალური კომპანიები, ასევე საზღვარგარეთის თეატრალური დასები. ფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო თეატრალური პროდუქცია, ახალი ფორმები სცენიური ხელოვნებისა. ფესტივალი ატარებს არა მხოლოდ კულტურულ ხასიათს, არამედ კიდე საგანმანათლებლო ხასიათს. იმიტომ რომ ამ ფესტივალის ფარგლებში ტარდება ვორქშოპები ხელოვნების მოღვაწეებისათვის. ფესტივალის ორგანიზატორებს ჩამოყავთ ფესტივალზე არა მხოლოდ ცნობილ მსახიობებს, არამედ ასევე ცნობილ თეატრალურ დასებს. მაგალითად, შარშან იყო წარმოდგენილი თეატრი პიკოლო, რომელიც იყო საქართველოში პირველად. წელს მაგალითად თეატრალურ ფესტივალს გახსნის ესეთი ცნობილი მსახიობი, როგორც მალკოვიჩი. ფესტივალის ძირითადი მასპინძელია მარჯანიშვილის თეატრი. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ არა მხოლოდ თეატრალური სპექტაკლები, ასევე თანამედროვე ცეკვის წარმოდგენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენები და ბევრი სხვა. ფესტივალი არტდგენი ატარებს განსხვავებულ ხასიათს. ის არის უფრო კულტუროლოგიის ფესტივალი და ტარდება შემოდგომის დროს. საერთოდ ძალიან საინტერესო არის ის, რომ ძირითადად ყველა ფესტივალი საქართველოში იყრის თავს შემოდგომის პერიოდში. არტდგენის ფესტივალი არსებობს უკვე 7 წელიწადია. მას ახასიათებს ის, რომ ფესტივალი ტარდება რაღაც ხანგრძლივი პერიოდის დროს. ანუ ის იწყება რეგიონებში ტარდება პატარა კულტურის ფესტივალები, სადაც არის წარმოდგენილი ამ რეგიონის მუსიკა, ცეკვა, კულტურა, წესები, ადგილობრივი ხელოსნობა და თეატრალური ხელოვნება. ასეთი ადგილობრივი დათვალიერებების მერე უკვე ეს ფესტივალი თავს იყრის თბილისში, თავის დასკვნით ეტაპზე, რომელიც ტარდება ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხე თავისი კულტურით, თავისი სამზარეულოებით, თავისი წესებით და მუსიკით. მუსიკალური პროექტებიდან, საფესტივალო პროექტებიდან მე მინდა აღვნიშნო ფესტივალი თბილისის შემოდგომა. ეს არის ფესტივალი, რომელიც დააფუძნა მუსიკოსმა დირიჟორმა ჯანო კახიძემ. ეს ფესტივალი ტარდება მუსიკალურ ცენტრში. ფესტივალის პროგრამაში არის სხვადასხვა სიმფონიური ნაწარმოებები, არის გამოსვლები, სოლო გამოსვლები სხვადასხვა მუსიკოსების, პიანისტების, მევიოლინეების, ვოკალისტების. ეს ფესტივალი ძალიან პოპულარულია
კლასიკური მუსიკის მოყვარულეებისათვის და ამიტომ მას აქვს ძალიან დიდი აუდიტორია. ფესტივალში იღებენ მონაწილეობას არა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ვისაც უყვარს ჯაზი, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ჯაზ ფესტივალს, რომელიც უკვე 14 წელია ტარდება და ამ ფესტივალის ორგანიზატორია Eastern Promotion. ფესტივალმა დაიწყო თავისი პირველი სვლები თბილისიდან. ეხლა კი ეს ფესტივალი ტარდება ბათუმშიც. ფესტივალზე ჩამოდიან ცნობილი ჯაზმენები, რომლებიც ასრულებენ თავის კომპოზიციებს. ხანდახან კონცერტის მერე იმართება ჯეიმ სეიშენები, ანუ ამ თქვათ ცნობილი მუსიკოსებთან ერთად უკრავენ ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსები, ახალგაზრდა ჯაზმენები თავის კომპოზიციებს. კინოფესტივალებიდან მე მინდა აღვნიშნო ესეთი ფესტივალი, საერთაშორისო კინოფესტივალი, როგორც პრომეთე. ამ ფესტივალზე წარმოდგენილია მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, რომლებიც არიან წარდგენილი ნომინაციებზე. ესეთი ცნობილი საერთაშორისო ფესტივალის საწინააღმდეგოდ ტარდება სტუდენტური ფესტივალი ამირანი. ეს ფესტივალიც არის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი. ამ ფესტივალზე წარმოდგენილია ფილმები, დოკუმენტური, მხატვრული ფილმები, რომლის ავტორები არიან სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სწავლობენ კინო, ტელე ფაკულტეტებზე, რეჟისორები, პროდიუსერები და სხვა. ამ ფესტივალზეც არსებობს სხვადასხვა ნომინაციები: საუკეთესო როლის შესრულება, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი, საუკეთესო განათება და სხვა მრავალი ნომინაცია. ძალიან საინტერესო ფორმა აქვს ფესტივალს თეატრი პლუს ვიდეო. ეს არის ყველაზე მცირე ბიუჯეტიანი ფესტივალი. რით განსხვავდება ეს ფესტივალი სხვა ფესტივალებისაგან? იმით, რომ ამ ფესტივალზე ძირითადად არის ნაჩვენები, თეატრალური პროდუქცია გადაღებული ვიდეოზე, ანუ პრაქტიკულად ვიდეო სპექტაკლები, ვიდეო ფილმები და ვიდეო სხვა დოკუმენტები, რომელიც ეხება თეატრს. ამ ფესტივალის ორგანიზატორი არის კავკასიის ფონდი და ეს ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჰქონდა საშუალება გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების სპექტაკლებს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურის პროდუქციას. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ არა გვაქვს საშუალება დავპატიჟოთ მაგალითად ესა თუ ის ცნობილი სათეატრო დასი სპექტაკლის საჩვენებლად, მაგრამ არსებობს ვიდეო ჩანაწერი და ეს ვიდეო ჩანაწერი არის ამ ვიდეო ჩანაწერს აჩვენებენ აი ამ ვთქვათ ფესტივალზე ვიდეო თეატრი პლუს ვიდეო. ეს ფესტივალი ატარებს თემატურ ხასიათს. მაგალითად, ერთი ფესტივალი ეძღვნება თქვათ შექსპირის ყველა პიესას, ანუ ჩანაწერებს ყველა შექსპირის ყველა პიესის. თქვათ მეორე ფესტივალი ეძღვნება თანამედროვე ცეკვას. მესამე ფესტივალი ეძღვნება ამა თუ იმ მსახიობის როლებს თეატრში და სხვა.
კავკასიის რეგიონში არსებობს კიდე ერთი მსხვილი თეატრალური ფესტივალი. ეს არის ჰაი-ფესტი, რომელიც ტარდება ერევანში. წელს ამ ფესტივალს შეუსრულდება 10 წელი. ფესტივალი ძირითადად აჩვენებს მცირე დასების პროდუქციას. ძალიან ხშირი სტუმარია ფესტივალისთვის ქუჩის თეატრები თავისი წარმოდგენებით. ფესტივალში მონაწილეობს ძალიან ბევრი დასი, არა მხოლოდ ადგილობრივი და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე ყავს საკმაოდ ფართო მაყურებელი ისევ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს არის პროდიუსერები, რომლებიც ჩამოდიან ახალი სპექტაკლების, ახალი პროდუქციის სანახავად. ეს არის ხალხი, რომელიც ჩამოდის ვორქშოპების ჩასატარებლად ფესტივალის დროს ან ვორქშოპების გასავლელად ფესტივალის დროს. ერთ-ერთი სახეობა საფესტივალო პროექტების არის კულტურის დღეები. კულტურის დღეები ატარებენ ძირითადად კულტუროლოგიურ ხასიათს. მაგალითისთვის, ინგლისში 2001 წელს ჩატარდა საქართველოს კვირეული. ეს კვირეული იყო ორგანიზებული კავკასიის ფონდის მიერ და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ. დელეგაცია, ქართული დელეგაცია, რომელშიც შედიოდა მხატვრები, ფოტოგრაფები, მსახიობები და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლები, რამდენიმე ერთი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ ინგლისის ქალაქებში. ეს იყო სკარბორო, ბრისტოლი, ედინბურგი და ლონდონი. ყველა ამ ქალაქში ეწყობოდა გამოფენები, თანამედროვე მხატვრების, ფოტოგრაფების გამოფენები, იმართებოდა სპექტაკლები, მაგალითად იყო წაღებული ბესო კუპრეიშვილის თითების თეატრის სპექტაკლები, FM რადიო ნანა ჯანელიძეს სპექტაკლის და ნანა ხუსყივაძეს მთავარ როლში. ასევე იყო წამოღებული ძალიან ბევრი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც იქ იყიდებოდა თეატრების ფოეში. ამასთან ერთად პარალელურად ქართველი სპეციალისტები ჩაატარეს ვორქშოპები. მაგალითად, ლაშა ბუღაძემ ჩაატარა ვორქშოპი დრამატურგებისთვის. ბესო კუპრეიშვილი თოჯინების თეატრის მსახიობებისთვის. ასევე იყო წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. მუსიკალური ნაწილი ამ კულტურის კვირეულის, ანუ შეიძლება ესე ითქვას, ფესტივალის იყო წარმოდგენილი ნინო ქათამაძის კონცერტებით, რომელიც იყო იქ ძალიან პოპულარული და ყავდა ძალიან დიდი აუდიტორია. სოულსბერის ხელოვნების ფესტივალი ძალიან პოპულარულია ინგლისში, იმიტომ რომ ის არის ძალიან მრავალფეროვანი. აქ გარდა იმისა, რომ ტარდება თეატრალური წარმოდგენები, არა მხოლოდ თეატრის შენობებში, არამედ ასევე ღია ცის ქვეშ. ტარდება ასევე ღია ცის ქვეშ ცეკვის სპექტაკლები, პანტომიმა. ტარდება ძალიან ბევრი საინტერესო ვორქშოპი, გამოფენა,